ეხლა წარმოგიდგენთ ჯგუფურ ვარჯიშს 4-4-ზე, სადაც ყველა მცველი ითამაშებს ზონაში, ერთ ხაზზე და ყველა მცველი იქნება აქტიური. შესაბამისად, თავდასხმელებს უფრო და უფრო ურთულდებათ ნელ-ნელა საქმე. როგორც აღვნიშნე, დაცვა უწევს აქტიურ წინააღმდეგობას თავდასხმას ამ შემთხვევაში და თავდასხმელები კი ცდილობენ ბურთის სწრაფი ტარებით, ფინტითა და ხაზის თავდასხმელის გამოყენებით შექმნან უპირატესობა. ჩვენ და ჩვენმა ბიჭებმა წარმოგიდგინეს თუ როგორ უნდა ჩაატაროთ ვარჯიშები დაწყებული მცირე ჯგუფებიდან და დამთავრებული დიდ ჯგუფებზე. ანუ ჩვენ დავიწყეთ 2-1-ზე თავდასხმის უპირატესობით და მივედით ბოლოს 4-4-ზე თანაბარი თამაში, სადაც ორივე გუნდი უკვე აქტიურად თამაშობდა დაცვას და თავდასხმას. ხშირ შემთხვევაში ჩვენ დამცველებს პასიურად ვათამაშებდით, რომ თავდასხმელებს მეტი და მეტი ემოძრავათ და ეაზროვნათ მოედანზე, ხოლო ბოლოს ნაბიჯ-ნაბიჯ გაურთულეთ და შევქმენით სუფთა სახელმწიფო სიტუაციები.